მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ვიდეო გაკვეთილების წერტილიკას ადმინისტრატორი და მე დღეს უნდა გასავალ თუ როგორ ჩავთვით ან დავჰოსტოთ სამპის სერვერი local host-ზე, ანუ თქვენ საკუთარ კომპიუტერზე, MySQL-ით ან MySQL-ის გარეშე. ფაქტურად კონკრეტულად ეხა ეს არის MySQL-ზე დამოკიდებული და პირველ რიგში უნდა ვიქონიოთ game mode, რომელსაც აქვს MySQL-ის წვდომა ან არა. Ну, პირველ რიგში უნდა მოვასწროთ game mode, უნდა ჩვენ გქონდეს ყველანაირი პლუგინები თალაგებული, crash detect MySQL, PAM-CMD და ანუ შეხედეთ, ეს არის Windows-ის, ეს არის Linux-ის. ანუ ჩვენ უნდა მოვძებნოთ Google-ში და გადმოვიწეროთ, ანუ ესეთი იგივე ტიპის, როგორც Windows-ისთვის განათარგმნილი რა, ასე ვთქვათ. მოიცა სენი მზად არის. უნდა შევიდეთ server config-ში და აქ უნდა გადავხედოთ ყველაფერს. ნუ ამ game mode-ზე, ანუ თავკითხვით გაკეთებულია თვითონ ეგრე დამხვდა, იმიტომ ეს არის genuine game mode და უკვე scripters აქ მოგვარებული. აქ მივთით და ყველა პლუგინი, მაგალითად ახლა სახლის ოსზე არ მინდა ესა. პორტი 777 400 არა ის პრობლემა. აი აქ უნდა შეცვლით სახელს ყველაფერს. ვაი. დავბრუნთ უკან. დავსეივებთ, გამოვალთ. ასევე უნდა ჩავიწეროთ აი ესენი. ამებსაც დავლინკავ. ნუ server config-ი და სამ სერვერი და პლუგინები როცა მზად იქნება, ეხა ეს რა არის ეს SQL-ი. ეს არის SQL-ი არის ესე ბაზა, რომელიც აწვდის, ანუ ინახება აკაუნტები, ბიზნესები და ასე შემდეგ. ამიტომ ეხა ჩვენ ესე ვერ დავაკავშირეთ ბაზას, ამიტომ არსებობს პროგრამები, რომელიც ქმნის MySQL, PHP, MyAdmin-ის local host-ზე, როგორც ესეთ servers, რა. და აი ეს xampp უნდა ჩავიწეროთ ან denver-ი, მაგრამ denver-ი ვერ გავუგეწოდა რუსულია და xampp ამას ჩავიწერთ, აი საიტს დაგილინკავთ, ეს ჩვენი საიტი. ხო და აი ამ საიტზე შეხვალთ და აქედან გადმოიწერთ აი Windows, Linux-ის და macOS-ისთვის. აქ არის ყველაფერი, შეგიძლიათ კითხვები ნახოთ, რამე თუ არ გაიგეთ. ეხლა როცა ჩავიდეთ და დავინსტალებთ ამ პროგრამას. გავუშვებთ ამას ადმინისტრატორით. აქ მივცემთ yes. ნუ აი ჩაირთვება ეს. და ესე დაგხვდებათ. ეხლა ჩემთან პირდაპირ ჩაირთვო, მაგრამ შეიძლება თქვენთან გქონდეს პორტთან ამ შეჯახება რა, უკვე გამოყენებული იყოს და ციტად ამოგიგდოთ პორტ 80 რაღაც UID-ო. მე ამიტომ ესე იგი იცი რა უნდა ვქნათ, მე კოდს მე დაგიწერთ ქვემოთ აღწერაში, უნდა მიშეხვიდეთ მე command prompt-ში, ანუ CMD-ში. აქ შეხვალთ და მიუთითეთ იმ კოდს და დაველოდებით გაითიშოს აქვია www ანუ სერვისები და ეს სერვისები გაითიშება, ეს გამორთულ პირველ რიგში უნდა გამორთოთ და ესე გავუშვათ ადმინისტრატორით. როცა ჩაირთვება ეს პროგრამა, ჯერ უნდა ჩავთვოთ Apache და უნდა დაველოდოთ, რომ ეს გამწონდეს და აქ პორტი ამოვარდეს. აჰა, Apache ჩაირთო. ხა ჩავთვოთ MySQL. MySQL-ით ჩაირთო. ეხლა MySQL-ში რა უნდა ვქნათ? უნდა დავაჭიროთ აქ admins და გადაგვიშვებს localhost-ის PHP MyAdmin-ში, ანუ ჩააგდოთ ისე ბაზა და ასე შემდეგ. ეხლა შევალთ ესეთ რაღაცაში. თქვენთან არ მგონია ეს იყოს, იმიტომ რომ ეს არის ჩემი ჩამატებული. პირველ რიგში შევდივართ აი აქ databases და აქ ვიჩევთ რა სახელით თქვენ გსურთ, თუნდაც ეს დაარქვით და მივუთითოთ აი ამაში კოალიციაში to collation. გასაგე. ხო, აი ეს UETF8 general C. და აქ დააწერთ და შექმნით. შემდეგ შეხვალთ აი თქვენს შექმნილ ბაზაში. ნუ თქვენთან არაფერი არ იქნება ესეთი, აქ ჩაგდებული მაქვს და როცა არაფერი არ იქნება, დააჭერთ import და სადაც თქვენ game mode-ში მდებარეობს აი ეს SQL-ად ფოლოვდება,
რომელიღაცა თუ ბევრი იქნება ეწერება ალბათ რა არის და ამოვირჩევთ იმას, იპოვით აგერ ბრაუზით და იმპორტს აქ ჩააგდებთ და go. დაუნლოდებით ესენი გაჩნდება გვერდზე და მაინც ექნური მზადაა. ეხლა დავუბრუნდეთ ისევ game mode-ს. Game mode-ში აუცილებლად უნდა მივუთითოთ MySQL-ის ასევე შესაყვანი ისენი, ანუ user-ი და parole და ეგენი. ეს არის ყველა host-ზე, მაგრამ ეხლა localhost-ზე parole არ გვჭირდება თუ ამერანაირად არ დააყენეთ. აი, ვიპოვით MySQL-ის ისა შესაყვანები და ამ game mode-ზე ესე არის, ანუ თუ ეს, ანუ ბულის ისა რა, localhost-ი თუ false არის აკუთვნილი, უკავშირდება ამებს. ანუ ეს უფრო რუსული host-ისთვის ან ასე შემდეგ. ეს არის სახლის host-ისთვის. აქ მივუთითე მე true და უნდა ჩავწეროთ host-ში localhost-ი, database-ში თქვენი data ბაზა, ანუ რა თქვენ შექმნით, აქ user-ში root და parole-ში არაფერი. აქ მე მისემთ აი ამას და შეიძლება დაუნლოდებით რამდენიმე დრო, ამოგიგდებს რომ მორჩა, იმედია, თუ game mode გაფუჭებული არა. მე გამოხვალთ და ესეთ ყველაფერი მზად უნდა იყოს, გავხსნით აქ სამ servers და server-ი უნდა ჩაირთოს ესეთ. მოიცა, ამე ხო შემეშალა. ამ წინაზე ჩაირთო, მოიცა. voice, ხო. მე ხო voice ამოვშალე. იმიდან პლუგინებიდან ხო აღარ მიუთითე, ამიტომ აღარ game mode-ში ხო მაინც მოითხოვს ჩართვას და გაქრაშა game mode-ი. კაი, მაშინ. ავქნათ. მაშინ voice-ი ჯერ ვაფშე სულ game mode-ი რომ ამოძირკოთ, რომ ჩაირთოს სერვერი. ეხლა ვცადოთ თავიდან. აჰა. ნუ voice-ი მაინც არ ჩაირთო. ნახეთ, აი ყველა ორგანიზაციის საწყობი წარმატებით ჩაირთვით და სერვერის ყველა შედეგი წარმატებით ჩაირთვით და ანუ ეს ნიშნავს რომ ჩვენ დავუკავშირდით MySQL-ს და შეგიძლიათ თქვენ შეხვიდეთ თქვენ სერვერზე, აი გავხსნათ ახლა სამპი თუ მაქვს აქ. აქ არ მაქვს. აგად ვიპოვეთ. გავხსნათ ეს სამპი. დაუნლოდოთ გაიხსნას. სადაც ჩეტია, იყოს აქ. კაი, და მაგას არის ბევრნაირი შესაყვანი. ასე ესე. გონი როგორ იყო? 0 1 0. ეს ამოვიცდა. localhost-ის კოდი რა იყო? 127 001. 001. და ასევე თქვენი პინგი. შეიძლება თუ გაიხსნა რა. დაუნლოდოთ. ნუ ახლა არ მოძებნა, იმიტომ პორტი არის გასახსნელი და მე ეს პორტი რაღაც გამიფუჭდა და ნუ თუ გსურთ რომ სხვების შემოვიდნენ და რაღაც ანუ დიდი სტაბილური სერვერი არ იქნება, იმიტომ დიდი ალბათ პინგი იქნება საშინელი და ამიტომ თუ გაინტერესებთ რომ როგორ გავხსნათ პორტი, მითხარით და კომენტარით და ცალკე გადავიღებ პორტის გახსნაზე და სხვების შემოვლენ რა, ასე გავაკეთოთ. მაგრამ ეს არის უფრო აი სკრიპტერებისთვის, აი ვინც ვერ მოახერხა და host-ის ფული არ აქვს. გააკეთებს და host-ავს თავის localhost-ზე და იმუშავებს, რომ გატესტოს ასაკეთებს. თუ რამე ვერ გაიგეთ ან რაღაც ცუდად ავხსენი, მითხარით შემისვლეთ შეცდომები და რამე თუ გაინტერესებთ, მოხწერთ ჩემს საკონტაქტოს და აგიხსნით ყველაფერს. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, თქვენ უყურებდით ვიდეო გაგუთილებთ წერტილი გას ვიდეო გაგუთილს.